შერეული ორთაბრძოლები ხშირად აღიქმება როგორც გლადიატორების თანამედროვე ვერსია, სადაც ორი ათლეტი გალიაში მხოლოდ საკუთარი სხეულისა და ინსტინქტების იმედად შედის. თუმცა ილუზია იმისა, რომ ოქტაგონზე ყველაფერი ნებადართულია, მომენტალურად იფანტება, როდესაც საქმე შერეული ორთაბრძოლების ერთიან წესებს ეხება. ეს წესები უბრალოდ ბიუროკრატიული ჩარჩო არ არის. ისინი დაწერილია სპორტსმენის სისხლით, კარიერული ტრაგედიებით და სამედიცინო კატასტროფებით. როდესაც ბრძოლა ქაოსურ ფაზაში შედის, ზღვარი ლეგალურ ოსტატობასა და კრიმინალურ დაზიანებას შორის ძალიან ვიწროვდება. ამ ზღვრის დარღვევა არა მხოლოდ ცვლის კონკრეტული შეხვედრის ბედს, არამედ სპორტსმენებს სამუდამო ინვალიდობის საფრთხის წინაშე აყენებს. ამის მეტნაკლებად ნათელი მაგალითი ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია, რომელზეც ჯერ კიდევ ყველა ლაპარაკობს. 2026 წელს არაერთი უცნაური მომენტი ვნახეთ, რომელმაც ხალხში ეჭვი დაბადა და დღეს მათაც შევეხები. დღეს მინდა ვისაუბრო იმ აკრძალულ ქმედებებზე, რომლის გაკეთების შემთხვევაში UFC ძალიან მკაცად დაგჭით. ან საერთოდ არ დაგჭით. და სანამ ჩამოთვლაზე და მოყოლაზე გადავალ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ისევ და ისევ სპორტულ ღონისძიებებს უგემრიელეს კროკოს კრეკერთან ერთად უყურებთ. ჩემი მეგობარი ბრენდი ისევ აქ არის, ახლა კი მივიყვე და ჩამოვთვალოთ სათითაოდ ყველაზე ბინძური ქმედებები, რომელიც შეგიძლია განახორციელო ამ სპორტში. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და განხილვადი თემა ალექს პერეირასა და სირილ განის დაპირისპირება გახდა, სადაც კეფაში მიყენებული დარტყმების, ანუ ეგრეთ წოდებული rabbit punch-ების პრობლემა მთელი სიმწვავით წამოიჭრა. ანატომიური თვალსაზრისით, ქალის თავის უკანა მხარე ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი წერტილია. ფრონტალური ძვლისგან განსხვავებით, რომელიც ევოლუციურად შეგუებულია ზიანის მიღებას და მეტად გამძლეა, კეფის არეში ძვლოვანი საფარი საგრძნობლად თხელდება. მით უმეტეს, რომ ამ არეალში ძალიან ახლოს მდებარეობს მოგრძო-ტვინი და ხერხემლის არტერიები. მოგრძო-ტვინი პასუხისმგებელია ადამიანის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებზე, როგორც არის მაგალითად სუნთქვა, გულისცემა ან სისხლძარღვთა ტონუსი. განმა პერეირა გამოიჭირა და ბრაზილიელი უმოძრაო პოზიციაში აღმოჩნდა. ფრანგმა მებრძოლმა ზემოდან ქვემოთ ვერტიკალური ტრაექტორით დაიწყო მძიმე დარტყმების და იდაყვების სროლა, რომლებიც პირდაპირ ალექსის კეფას ხვდებოდა. ბიომექანიკურად, როდესაც თავი ფიქსირებულია და მას ასეთი სიმძლავრის ძალა ხვდება, ტვინი თავის ქალის შიგნით განიცდის ეგრეთ წოდებული კონტრდარტყმის ეფექტს, რაც მომენტალურად იშავს ადამიანის ვესტიბულურ აპარატს და ორიენტაციას. პერეირამ სწორედ ამიტომ დაკარგა ორიენტაცია და ზოგადად ამ არეალში მოხვედრილი დარტყმების საბოლოო სამედიცინო შედეგები არც თუ ისე კარგია. ხედველობის ნერვის დაზიანება, შიდა ქალის სისხლშაქცევა და ხანდახან პარალიზებაც კი. სწორედ ამიტომ იმ მომენტში ჰერბ დინის მხრიდან რეაგირების არ ქონა და შემდეგ კომისიის მხრიდან იმის თქმა, რომ ეს უბრალოდ დინამიკური ბრძოლა იყო, ჩემი აზრით შეიძლება სახიფათო პრეცედენტს ვქმნიდეს, რომელიც მერე მწვანეში უგზავნებს ბინძურ მებრძოლებს, რომლებიც არც თუ ისე კარგი ლეთებს იყენებენ იმისთვის, რომ მეტოქეს ატკინონ. მოგვიანებით კი ჰერბ დინმა განმარტა, რატო იყო ყველა ის დარტყმა აბსოლუტურად ლეგალური და რატო შეიძლებოდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ეს პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება კიდევ ერთ აკრძალულ მანევრს, ეგრეთ წოდებულ pile drivers. თუ კეფაში დარტყმა ტვინის სასიცოცხლო ცენტრებს უმიზნებს, pile driver-ი პირდაპირ ხერხემალს ურტყავს. ჭიდაობის კლასიკურ ილეთებში ათლეტი ყოველთვის ცდილობს მეტოქის სხეულის ჰორიზონტალურ სიბრტყეში დაცემას, რათა ძალა მთელ ფართობზე გადანაწილდეს. pile driver-ის დროს კი მებრძოლი მეტოქეს ვერტიკალურად აბრუნებს და მისივე სხეულის წონას საკუთარ ფიზიკურ ძალასთან ერთად პირდაპირ კისრის მალებს აჯახებს. ასეთი ილეთის შედეგი კი მომენტალური და ტრაგიკულია. მალების მოტეხილობა, ზურგის ტვინის გაგლეჯვა და ხანდახან ყისერი დამბლაც. სპორტში, სადაც მიზანი მეტოქის იძულებაა, რომ დანებდეს ან ტექნიკური ნოკაუტირება, ასეთი ილეთების ადგილი უბრალოდ არ არის. და თუ რატომ? ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდებოდით. ამიტომ ის რა თქმა უნდა რომ აკრძალულია. თუ ოქტაგონზე სხეულის სხვადასხვა ნაწილების უკანონო გამოყენება მყისერად შესამჩნევია, არსებობს ერთი ფარული, თითქმის უხილავი დანაშაული, რომელიც ბრძოლის დაწყებამდე ბევრად ადრე გასახდელში ხდება. ეს არის ხელთათმანებისა და სახოების, ანუ ტეიპების манипуляция. MMA-ში ხელთათმანი და დამცავი ბინტი ემსახურება მებრძოლის ხელის მტევნისა და მაჯის ცვლების დაცვას მოტეხილობისგან. თუმცა, როდესაც სპორტსმენი ან მისი მწვრთნელი წესების გვერდის აავლით ცდილობს სახოების კონსტრუქციის შეცვლას, სპორტული იარაღი მომაკვდინებელ ატრიბუტად იქცევა. ყველაზე გავრცელებული და მზაკურული მეთოდი ტეიპებს შორის უცხო სხეულების, მაგალითად თაბაშირის, მარილის ხსნარის ან სპეციალური გამამკვრივებელი ნივთიერების შეპარებაა. შეხოვის პროცესში სახოვის სველია. თუმცა ბრძოლის მოლოდინში გასახდელში ყოფნისას ის აერზე შრება და ქვისებრ ფოლადივით მყარმასად იქცევა. წარმოიდგინეთ, როდესაც მებრძოლს ხელი ასეთი მყარი სუბსტანციით აქვს დაფარული, მთელი კინეტიკური ძალა მიდის მუჭის წინა ნაწილზე, რაც თითქმის იგივე ეფექტს იძლევა, როგორც აგურის ან კასტეთის ჩარტყმა. ამ манипуляციის შედეგები კიდე მეტოქისთვის კატასტროფულია. ხელთათმანით მიყენებული ერთი ზუსტი დარტყმაც კი მომენტალურად ამ სხვას ახიზულებს ორბიტალურ ძვალს,
ყბას და ცხვირს. რაც ყველაზე საშიშია, ეს იწვევს ტვინის ძალიან მძიმე შერყევას და შიდა არტერიულ სისხლშაქცევებს, რადგან თავის ქალა ვერ უძლებს ასეთ მყარ მასალასთან შეჯახებას. საბრძოლო სპორტის ისტორიას ახსოვს შემზარავი кейსები, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს სპორტული კომისიების მიდგომა ხელების შეხვევის პროცედურისადმი. ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული მაგალითი კრივის ისტორიიდან მოდის, თუმცა ის MMA-ისთვის მთავარ გაკვეთილად იქცა. 1993 წელს ერთმანეთს ლუის რესტო და ბილი კოლინს უმცროსი დაუპირისპირდნენ. ბრძოლამდე რესტოს მწვრთნელმა პანამა ლუისმა ხელთათმანებიდან დამცავი ღრუბელი ამოიღო და თავის მებრძოლს ხელები თაბაშირის ეფექტის მქონე ბინტებით შეუხვია. ბრძოლის შემდეგ კოლინსის სახე თითქმის მთლიანად დაშლილი იყო. იმდენად, რომ მან მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა და შესაბამისად მისი კარიერა ზუსტად იმ დღეს იქვე დასრულდა. საინტერესო არის ის, თუ საიდან გაიგეს ხელთათმანის ამბავი. როცა ბრძოლა მორჩა, რესტო მივიდა კოლინსის კუთხესთან, მამამისთან და მის კუნდელებთან, რომ პატივისცემა გამოეხატა. და როცა ხელი ჩამოართვა კოლინსის მამას, მამამისი მაშინვე მიხვდა, რომ ხელი იმაზე მყარი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო და დამცავი პადინგები ამოღებული იყო. რა თქმა უნდა, იმ კაცმა მაშინვე ატეხა ერთი ამბავი იქ, ხელთათმანი მოახსნევინეს და ყველაფერი ნათელი იყო. აი, რაც შეეხება კოლინს, იმაზე რომ აღარ ველაპარაკოთ იმ ბრძოლის დროს მის სახეს რა მოუვიდა, 21 წლის ბიჭმა კარიერა იქვე დაასრულა. რა თქმა უნდა, რომ ძალიან მძიმე დეპრესიაში იყო და 9 თვის თავზე ამ ბრძოლიდან იგი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი მშობლები იმას აწერენ, რომ იგი ძალიან დეპრესიაში იყო და ეს თვითმკვლელობა უფრო იყო ვიდრე შემთხვევითობა, თუმცა ეგ არ ვიცით. დღეს UFC-ში და ნებისმიერი მაღალი დონის MMA ორგანიზაციაში მოქმედებს უმკაცრესი პროტოკოლი. კომისიის ოფიციალური წარმომადგენელი პირადად ესწრება გასახდელში ხელების შეხვევის პროცესს. თვითოურ ფენაზე აწერს ხელს და აკონტროლებს, რომ ხელთათმანების ჩაცმამდე სპორტსმენმა არანაირი უცხო სხეული ან სითხე არ გამოიყენოს. ოფიციალური პროტოკოლით, როდესაც მებრძოლს გასახდელში ხელებს უხვევენ, ტეიპერებას უკენთებენ. პროცესს არამხოლოდ კომისიის ოფიციალური წარმომადგენელი, არამედ მეტოქე გუნდის მინიმუმ ერთი წევრიც პირადად ესწრება. მეტოქის მწვრთნელს უფლება აქვს, რომ პირდაპირ იქვე გააპროტესტოს, თუ მაგალითად გადახოვა არ მოიწონა, ან თulis რომ რაღაც საეჭო ხდება. ეს წესი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი მამაძაღლობები ბოლომდე აღმოფხრილ იქნას და მებრძოლი გადაურჩეს მისთვის სასიკვდილო ტრამვებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს UFC-ში კონკრეტულად ამ ასპექტში 100%-იანი გამჭვირვალობაა, ასე რომ ის მითები, რომ ჯასტინ გეიჯის ილია თოფურიესთან ბრძოლის დროს ხელში აგურები ეწყო და მეტალოპლასტმასები ელაგა და რაღაცეები, ეგ ვერსია თითქმის გამორიცხულია. ანალოგიურად, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის ნაზავი ეგრეთ წოდებული ფიშჰოკინგი. მეტოქის პირის ღრუში ან ნესტოებში თითების ჩათხრა და გამოკაჩვა. ოქტაგონზე, სადაც გრეპლინგის და კლინჩის დროს სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ეს არალეგალური ბერკეტი მებრძოლს აძლევს საშუალებას ანატომიური ტკივილის ხარჯზე აიძულოს მეტოქე შეცვალოს პოზიცია. ეს არის წმინდა ანტისპორტული ქმედება, რომელიც ყველანაირ ზღვარს ცდება და არ მგონია ვინმე საერთოდ ამის და თავში მოუვიდეს აზრად. სულ ვაკრძალული არ იყოს. სახის ზონის ტრავმატიზაციაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავაროთ თვალებში თითის ჩაყოფის უმძიმეს ფენომენს. ამ თემაზე ახლა მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ილია თოფურიესა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის კონტექსტში. გეიჯის მიერ ილიას თვალში თითის მორტყმამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად დაუცველია მებრძოლი ამ ზაკურული ქმედების წინაშე. თვალის ბუდის სტრუქტურა უაღრესად ნაზია. როდესაც გაშლილი თითი მაღალი სიჩქარით ხდება გუგას, ხდება რქოვანის მექანიკური დაზიანება, ბადურის აცლა ან შიდა თვალის წნევის კატასტროფული მატება. ამ დროს მხედველობა აუცილებლად გიფუჭდება, შეიძლება თავისი დაიწყოს ცრემლდენა და ყველაზე მთავარი და ცუდი რაც არის, სივრცის აღქმა გეკარგება. როდესაც მებრძოლს ცალი თვალი თითქმის უფუნქციო რჩება და მორტყმის შემდეგ ასე გამოდის, იგი საერთოდ ვეღარ აღიქვამს დარტყმის კუთხეს და ვეღარ ზომავს დისტანციას. გეიჯისნაირ საფეხბურთო სტრაიკერთან ეს შეიძლება ფატალური აღმოჩენილიყო, თუმცა წესების მიხედვით საჭს მომენტალურად უნდა ჩამოეკლო ქულა გეიჯისთვის. საჯების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში ასეთ მომენტზე ბევრჯერ დაიხუჭა უკვე თვალი. კი, ბევრი მომენტი იყო ისეთი, სადაც რეფერიმ კარგად, სწორად და მალევე დაინახა თვალშეთის ტაკების ეპიზოდი, თუმცა ასეთი დონის ბრძოლებში, როგორიც მაგალითად 2 კვირის წინ იყო და ესეთი main event-ი გქონდა, ესეთი დატვირთვით, ჩემი აზრით, ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ამავე კატეგორიას განეკუთვნება თმების მოკაჩვაც, რაც ერთი შეხედვით ბავშვურს აქციელს გავს, თუმცა კლინჩი ან პარტერში მას უდიდესი ტაქტიკური უპირატესობის მოტანა შეუძლია. სპორტულ ბიომექანიკაში ცნობილია პრინციპი, საითაც მიდის თავი, იქ მიდის სხეულიც. თმაზე ხელის ჩავლებით მებრძოლი იღებს აბსოლუტურ კონტროლს მეტოქის კისრისა და თავის მოძრაობაზე. თმების მოკაჩვამ შეიძლება ისეთი პოზიცია შექმნას მებრძოლებს შორის, რომ მსხვერპლი ამ შემთხვევაში თმა მოკაჩვილი ტიპი შეიძლება იმდენად დაუცველ პოზიციაში აღმოჩნდეს, რომ ნოკაუტში ძალიან მარტივად ჩავარდეს. ასე რომ კარგია, ძალიან დიდი ხანია მსგავსი პრეცედენტი არ გვინახავს.
ან მე არ მახსენდება, რომ ვინმეს თმები მოიკაჩა ვინმესთვის. ანატომიური თვალსაზრისით არანაკლებ საშიშია თავი დარტყმები. შუბლის ძვალი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე მყარია და მისი გამოყენება იარაღად მეტოქის ნაზ ორბიტალურ ძვლებზე ან ცხვრის ხრტილზე მძიმე შედეგებს იწვევს. თავის დარტყმა მოქმედებს ისე, როგორც ქვის კეტი. ის იწვევს ძვლების ფრაგმენტულ მოტეხილობას და ღრმა ჭრილობებს, რომლებიც ხანდახან არტერიულ სისხლდენას პროვოცირებს. სხვათა შორის ამ დროს ორივე მებრძოლის ტვინი ზიანდება, რადგან შეჯახების დროს გამოწვეული ვიბრაცია ორივე ტვინზე მოქმედებს. UFC-მეს თავის დროზე იმიტომ აკრძალა, რომ ეს სპორტი რაღაც ძალიან პირუტყულ და ველურ შოუში არ გადაზრდილიყო. ანალოგიურად, წმინდა წყლის ფიზიკური განადგურების იარაღია დარტყმები გენიტალიებში. აქ საუბარი არ არის მხოლოდ წვავეთ კიბილზე, რომელსაც ყველა მამაკაცი გრძნობს. საზარდულის არეში დარტყმა იწვევს ეგრეთ წოდებულ ვაგალურ შოკს, ნერვული სისტემის უმწვავე რეაქციას, რასაც მოსდევს სისხლის წნევის კატასტროფული ვარდნა, გულისრევის შეგრძნება, ცივი ოფლი და სუნთქვის კუნთების სპაზმი. მიუხედავად იმისა, რომ ათლეტები დამცავებს იყენებენ, მძიმე დარტყმის დროს ენერგია მაინც გადადის რბილ ქსოვილებზე, რამაც შეიძლება შინაგანი ორგანოების გახეთქვა ან შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს, რაც ბრძოლის გაგრძელებას ფიზიკურად შეუძლებელს ან ძალიან რთულს ხდის. შეიძლება ძალიან არა, მაგრამ ალბათ ამაზე საშიში არის ყელში დარტყმები. ყელში დარტყმები იმიტომ, რომ ხორხი და ტრაქეა შედგება ძალიან ნაზი ხრტილებისგან, რომლებსაც იდეაში კუნთოვანი მასა თითქმის საერთოდ არ იცავს. ყელში მიზანმიმართული მუშტის ჩარტყმა ან კლინჩის დროს ყელში ხელის ჩავლება შეიძლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიში აღმოჩნდეს. ტრაქეის მცირე დეფორმაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ასფიქსია. სპორტსმენი უბრალოდ ვეღარ სუნთქავს. ხრტილის გატეხვის შემთხვევაში კი საჭირო გახდება სასწრაფო ქირურგიული ინტერვენცია უშუალოდ ოქტაგონზე, რათა ატლეტი ჰიპოქსიით ანუ უჟანგბადობით არ გარდაიცვალოს. სპორტის ჰუმანიზაციამ და ასევე სამედიცინო კვლევებმა განაპირობა ის, რომ აწ უკვე აკრძალულია მიწას დაცემული მეტოქისთვის ფეხის ჩარტყმა. საუბარი მაქვს ისეთ მწარე რაღაცებზე, როგორც არის მაგალითად სოკერკიქები ან თავში მუხლის ჩარტყმები. როდესაც ათლეტი ფეხზე დგას და დარტყმა ხვდება, მისი სხეული ინერციით უკან მიდის, რაც დარტყმის ძალას ანელებს. მაგრამ როდესაც მეტოქი მიწაზე წევს, კანვასი მოქმედებს როგორც გრდემლი. გამოდის, რომ თავი ხვდება ტერფის ძლიერ დარტყმასა და მყარ მასას შორის, რაც იდეაში შეიძლება ნებისმიერ წამს სასიკვდილო აღმოჩნდეს. წესების ბოლო განახლება, რომლის მიხედვითაც მებრძოლი მიწაზე მყოფად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი იდაყვი ან მუხლი ეხება კანვას, აბსოლუტურად ლოგიკურია. ეს გამორიცხავს იმ манипуляციურ ტაქტიკას, როცა სპორტსმენები ერთი თითით ეხებოდნენ ნიატაკს, რათა წესებით დაცულები ყოფილიყვნენ და მეტოქისთვის დარტყმის საშუალება არ მიეცათ. მოკლედ, გავედი ბოლოსკენ და მოდი ვთქვათ ის, რომ საბოლოო ჯამში ოქტაგონი არის ადგილი, სადაც უბრალოდ ადამიანური შესაძლებლობების პიკი უნდა ვიხილოთ და არა ანატომიურად განადგურების აქტი. წესების მკაცრი დაცვა და მსაჯების მხრიდან პრინციპული რეაგირება, იქნება ეს თვალში თითის მორტყმაზე თუ კეფაში ბენზური დარტყმები, ეს ერთადერთი გზა არის, რომ ეს სპორტი დარჩეს ისევ მოწოდების სიმაღლეზე და რაღაც საშინელებაში არ გადავიდეს. რა თქმა უნდა, რომ კიდე ბევრი აკრძალვა და ბევრი აკრძალული ლეთი არსებობს, რისი გამოყენებაც ოქტაგონზე დაუშვებელია, მაგრამ ამ ვიდეოში რა თქმა უნდა, რომ ყველაზე სათითაოდ ვერ ვისაუბრებდით, მით უმეტეს უმრავლესობა უკვე თქვენ თვითონაც კარგად იცით. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, მაინტერესებს თქვენი აზრი კომენტარებში, უფრო კონკრეტულად პერეირა განის ეპიზოდზე. იყო თუ არა ის დარტყმები ლეგალური? თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, დიდი თხოვნა უნდა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, მე კი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო.